ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე წარმოგასწორი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით ურბანულ და ინდუსტრიულ ზონებში. ამ ზონებში ძირითადად ჰაერის დაბინძურების წყაროებია მრეწველობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამომწვევი სიკვდილიანობის მოხსენებელი 100,000 მოსახლეზე 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანას მსოფლიოში 70-ე ადგილზე ადგენს. ჰაერის დაბინძურებლები მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი. ეს ნივთიერებები განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით ფიქსირდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზესტაფონში. თბილისში ჰაერის დაბინძურება ნორმაზე 2.9-ჯერ მაღალია, რაც ქალაქს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აკეთებს. 2025 წლის მაისში რუსთავის ბათუმის ჰაერის დაბინძურების ინდექსმა 79 მიაღწია, რაც ცუდ ხარებს მიიწვევს. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით ზიანს ახდენს, როგორც და თანხმობის დაავადებების ხარებებს. ლორია ჰაერის დაბინძურება არა მარტო სასწავლო სისტემას იღებს, არამედ ის უსახელო ნევროლოგიური დაავადებების სისტემას. ჰაერის ხარების გამომწვევებისგან შესაძლებელია ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება, წვანის ზოლების განხორციელება და ინდუსტრიული საწარმოების თანავედრო ფილტრაციის სისტემის განვითარება. თითოეული მოხალხის მონაწილეობა და ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. გადაშენებული სუფთა ჰაერი და შესაძლებელი მომავალი ცხოვრებისათვის.